პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში იყო ბარბაროსული, სასტიკი და მომაკვდინებელი. ცხადია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე რუსეთის ხალხისთვისაც. ვერ ახერხებს საბჭოთა ეპოქის ტაქტიკების მიტოვებას, სადაც ჯარისკაცები მხოლოდ სასაკლაოზე გასაშვებ მასალად მიიჩნევიან საერთო კეთილდღეობისთვის მსხვერპლად შესაწირად. რუსეთმა უკვე 1,44 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა და ეს რიცხვი იზრდება. და სავარაუდოდ 2026 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 1,5 მილიონს გაცდება. პუტინის ომმა რუსეთს უზარმაზარი ზიანი მიაბენა. ეხლა პუტინი რაღაცას გეგმავს, რაც მთელ ქვეყანას გაანადგურებს. იგეგმება ისეთი ბნელი მსხვერპლი, რომ სტალინსაც კი მზერას აარიდებინებდა. 500,000 რუსს ახლა გააფრთხილეს, რადგან პუტინი ემზადება უკრაინის ომში ყველაზე საშინელი ნაბიჯის გადასადგმელად, რაც აქამდე გადაუდგამს. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება იძულებით გაიწვიოს 500,000-მდე ჯარისკაცი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინმა გააგრძელოს ომი, რომელმაც უკვე ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რომელიც მან 2022 წელს დაისახა. ეს არის მობილიზაცია ისეთი მასშტაბით, როგორიც ჯერ არ გვინახავს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რადგან პუტინი ემზადება თავის ხალხს უთხრას, რომ მათ კიდევ უფრო მეტი უნდა გაიღონ, ვიდრე აქამდე გაუღიათ, რათა მისი სიხედო დამორჩილებულ უკრაინაზე ახდეს. ზელენსკი აფრთხილებს, რომ პუტინი ომის დასრულებისთვის მზად არ არის და უკვე დგამს ნაბიჯებს, რათა მობილიზაცია რაც შეიძლება ფარულად განახორციელოს და თავისივე ხალხის რისხვა აიცილოს. ის ამას ოქტომბრის დასაწყისში გააკეთებს, თუ ჩვენ პრობლემებს არ შევუქმნით ლოგისტიკაში, იარაღში, ბენზინში, დიზელში. და თუ ჩვენი პარტნიორები მის აგრესიაზე სრულ სანქციებს არ დააწესებენ, განაცხადა ზელენსკი. ეს თვე მნიშვნელოვანია. პუტინი მას მიზეზით ირჩევს. 18-დან 20 სექტემბრამდე რუსეთი პირველად ჩაატარებს სახელმწიფო დუმის არჩევნებს, მას შემდეგ რაც პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. ახალი ევრაზიული სტრატეგიის ცენტრი ამბობს, რომ 450 დეპუტატი აირჩევა როგორც პარტიული სიებით, ასევე ერთმანდატიანი ოლქებით. რუსეთი ამ არჩევნებს ასევე იყენებს როგორც შესაძლებლობას, აჩვენოს თავისი თითქოს და კონტროლი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხმის მიცემა გაიმართება 11 ერთმანდატიან ოლქში, რომლებიც რუსეთმა შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის მოსახლეობის იძულებით რუსეთის საპარლამენტო პროცესში ჩართვისთვის თავხედური მცდელობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები ძალის დემონსტრირებას ემსახურება, ისინი პუტინისთვისაც რისკს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ფორმალურად დამოუკიდებლად ითვლებოდა, პუტინს დიდი ხანია მჭიდრო კავშირი აქვს ერთიანი რუსეთის პარტიასთან, რომელიც რუსეთის მართველი პოლიტიკური პარტია. მომავალი არჩევნებისთვის, როგორც Financial Times იუწყება, ეს პარტია პირველად თითქმის 2 წლეულის განმავლობაში ღიად ატარებს კამპანიას პუტინთან ერთად. პუტინი აშკარად აჩვენებს, ვის უჭერს მხარ და მას სურს საუკეთესო შედეგი ერთიანი რუსეთისთვის სექტემბერში. ამ არჩევნებამდე ამ მომრჩეველი მოსახლეობისთვის მობილიზაციის გამოცხადება შეიძლება პუტინისთვის პოლიტიკური კატასტროფის მიზეზი გახდეს. ამიტომ ის ოქტომბრამდე დაიცდის. და როცა მას და ერთიან რუსეთის ეკნებათ რაც სურთ, შემდეგ ის აიძულებს კიდევ უფრო მეტ რუსს, ვინც არ სურს, წავიდეს უპილოტო აპარატებით სავსე ფრონტის ხაზზე უკრაინაში. პუტინი უკვე გარკვეული დროა, რაც მობილიზაციისთვის ემზადება. უკვე 2026 წლის თებერვალში United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ბოლოს მიღებულმა კანონმდებლობამ გზა გაუხსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოიყენოს 2 მილიონიანი რეზერვისტების არმია. გამოცემის ინფორმაციით, რეზერვისტებზე გაწვევა გამოცხადდა და გაწვევის ოფისებში. ამ ახალი კანონის მთავარი არსი ისაა, რომ ის ცვლის იმას, თუ როგორ იტენებს რუსეთი რეზერვისტებს. კრემლის მტკიცებით უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რეზერვისტები მხოლოდ რუსეთის შიგნით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გამოიყენეს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, რთული დასადგენია, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. 2025 წლის კანონი გზას უხსნის ამ რეზერვისტების უკრაინაში გაგზავნას, თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელი. მობილიზაციის საფუძველი უკვე ჩაკრილია. პრეონდელ დღეზე რომ გადავიდეთ, ზელენსკის მოახლოებული მობილიზაციის შესახებ განცხადებებს სხვა გადადგმული ნაბიჯებიც ამყარებს. 27 ივლისს მილიტარნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისცა წვდომა სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე სამხედრო აღრიცხვის მიზნით. კვლავ, კრემლი ცდილობს დამალოს, რას აკეთებს აქ. ის ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულია სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევის პროცესის გასამარტივებლად. სრულებები შევიდა რუსეთის სამოქალაქო სტატუსის შესახებ კანონის მე-13 მუხლში, რაც თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან, რათა სწრაფად უზრუნველყოს განსაზღვრული სოციალური გარანტიები და კომპენსაციები სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ამბობს მილიტარნი. მაგრამ აქ ერთი დათქმაა. მონაცემები, რომლებზეც სამინისტრო ახლა შეძლებს წვდომას, ასევე გამოყენებული იქნება სამხედრო აღრიცხვის მიზნებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლმა თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიას მისცა წვდომა სამოქალაქო მონაცემთა ბაზაზე, რაც ორივე საშუალებას აძლევს იპოვონ რეზერვისტები იძულებითი გაწვევის დაწყებამდე. არსებობს სხვა ნიშნებიც, რომ რუსეთის მობილიზაციის ახალი ტალღა მოდის. ამ კანონის ცვლილებამდე რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებებმა დაიწყეს საწვრთნელი სესიების ჩატარება მასობრივი მობილიზაციისთვის მოსამზადებლად. პირველი ასეთი სესია ვოლგოგრადში დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა როსტოვიდან, კალმიკიიდან, ასტრახანიდან და ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდანაც. ასე რომ თუ ეძებთ მინიშნებებს, საიდან დაიწყებს რუსეთი ჯარისკაცების მობილიზაციას, ეს 7 რეგიონი კარგი დასაწყისი იქნება. ასევე 27 ივლისს UA.News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეროვნული გვარდია სამოქალაქო თავდაცვის რეგულაციებში საინტერესო ცვლილება შეიტანა. ეს ცვლილებები ეხება რუსეთის დაცვას, საფრთხეებისგან მოფხეებისგან მობილიზაციის, საომარი მდგომარეობისა და ომის დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების არსებობას, რათა ჩაახშოს პროტესტები და სხვა ეგრეთ წოდებული საფრთხეები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა პუტინი გადაწყვეტს ჯარისკაცების მობილიზაციას. მტკიცებულებები გროვდება. პუტინი მზად არ არის ამის გამოცხადებისთვის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე, მაგრამ აშკარად ემზადება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რომლის არასდროს მოხდენასაც დაფილდა ყველას. სინამდვილეში კრემლი ამ დაპირებას ჯერ კიდევ იძლევა. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებებზე პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა უარყვეს ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მობილიზაცია მზადდება. მათ შორის არის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი, რომელმაც თქვა: მესმის, ზელენსკიმ რაღაც თქვა ამაზე, მაგრამ ამას მხოლოდ იმით ავხსნიდი, რომ ალბათ შაბათ-კვირას ზედმეტად მოილხინა და ფანტაზია გაუხშირ. შემდეგ კარტაპოლოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მთავარი გზა სამხედრო პერსონალის შევსებისთვის კვლავაც რჩება და მომავალშიც იქნება მოხალისეების მიღება, რომლებიც კონტრაქტს აფორმებენ რუსეთის არმიასთან. ამასთან დაკავშირებით ბატონო კარტაპოლოვი, ის ფაქტი, რომ რუსეთი მოხალისეების მიღებაზეა დამოკიდებული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკი მართალია და მობილიზაციის ტალღა მოდის. მოხალისეების მიღება რუსეთში 2026 წელს 10 ისე კარგად მიმდინარეობს. 4 მაისს პრავდა იუწყებოდა, რომ რუსეთმა მე-5 თვეა ზედიზედ უკრაინაში უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ახალი რეკრუტების მიღებით მათი შევსება შეძლო. 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის 26 აპრილამდე რუსეთმა მოახერხა 158,400 ადამიანის რეკრუტირება, მაგრამ დაკარგა 146,725, რის შედეგადაც დაახლოებით 8,000-ით მეტი დანაკლისი დარჩა. Kiev Independent-ი სხვა მონაცემებს სთავაზობს. ზელენსკის 25 ივლისის საღამოს მიმართვის მიხედვით, რომელიც 2026 წლის აქამდე გასულ მთელ პერიოდს მოიცავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა წელს უკვე 225,500 დანაკარგი განიცადა და 221,000 ახალი ჯარისკაცი მიიზიდა. ასე რომ დანაკლისი უფრო მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. რაც გვაჩვენებს, რომ პუტინის რეკრუტერები იძულებულნი არიან კვლავ და კვლავ მიმართონ რესურსს, რომელიც უკვე იწურება. რუსეთი ჯერ კიდევ სრულმასშტაბიან რეკრუტირების კრიზისს არ განიცდის. მაგრამ როდესაც ყოველთვიური დაღუპულთა რაოდენობა ზრდას აგრძელებს, ივნისში უკრაინაში 2026 წელს რეკორდი დამყარდა. მხოლოდ იმ თვეში 39,490 რუსული დანაკარგი იყო. უკვე არსებული პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. რუსეთ უმცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მზად არის მიიღოს დიდი თანხა უკრაინაში დაღუპვის სანაცვლოდ, რაც პუტინს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ტოვებს. ისე სასოწარკვეთილია, რომ მობილიზაციისთვის ყველა საფუძველი უკვე შექმნა. შემდეგი ნაბიჯი თითქმის გარდაუვალია. იცის, რომ რუსეთის დანაკარგები სულ უფრო აუტანელი ხდება. პუტინი ცდილობს ოქტომბრამდე ყველა შესაძლო გზა ამოწუროს. United.20 მედია იუწყება, რომ რუსეთი ახლა ცდილობს ქვეყანაში 30,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი და ახალი სარაკეტო გამშვები დანადგარები იმავე ქვეყნიდან ჩამოიყვანოს. ეს ინფორმაცია კვლავ ზელენსკისგან მოდის, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთმა ვორონეჟის რეგიონში სპეციალური ობიექტებიც კი მოამზადა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მისაღებად. ეს საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის. რუსეთი ეხმარება ჩრდილოეთ კორეას ომის ხელოვნების შესწავლაში, იარაღის გაუმჯობესებაში და რეალური საბრძოლო გამოცდილების მიღებაში მიაში. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ყველას აზიაში, ვინც ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების არეშია, განაცხადა ზელენსკი. ეს შეიძლება იყოს საფრთხე, მაგრამ ეს ასევე ნიშანია იმისა, რომ რუსეთს უკანა ხაზზე საკუთარი ჯარისკაცები უმთავრდება. რეზერვისტები ასეთ პოზიციებზე მსახურობდნენ. შესაძლოა კიდევ ერთი ნიშანი გამოჩნდა იმისა, რომ ეს რეზერვები ფრონტზე გაიგზავნება. Kiev Post-ი ამატებს, რომ რუსეთმა ასევე გააფართოვა რეკრუტირება ციხეებიდან, ახალი კანონპროექტის მეშვეობით, რომელიც ზრდის იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც შეუძლიათ ჯარში წაიყვანონ. რუსეთი ახლა იმდენად სასოწარკვეთილია, რომ მზად არის ორგანიზებულ დანაშაულთან და სახელმწიფო საიდუმლოებების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები დაამატოს იმ კვლელებს, გამაუპატიურებლებსა და ნარკომანებს, რომლებსაც ციხეებიდან უკრაინაში აგზავნის. იმ ადამიანების გაგზავნა, რომლებმაც სახელმწიფო საიდუმლოებებთან მოპყრობის წესები დაარღვიეს, ჭკვიანურად ჩანს. ნამდვილად არ არსებობს შანსი, რომ უკრაინამ ამ ადამიანებზე იხელთოს და რუსეთის წინააღმდეგ შემოაბრუნოს ისინი. ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება. 30,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი რუსეთისთვის დაახლოებით 1 თვის დანაკარგს უდრის. დასჯილთა შორის რეკრუტირება უკვე გამოყენებული ტაქტიკაა და რამდენიმე ახალი ტიპის დამნაშავის დამატება სიაში იმდენად არ იმოქმედებს რუსეთის მაჩვენებლებზე, რამდენადაც პუტინს სჭირდება. მოხალისეთა რეკრუტირების პრობლემა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი 2026 წლის განმავლობაში და 2025 წლის ბოლო თვეებში მუდმივად დანაკარგში იყო. მობილიზაცია ადრე თუ გვიან უნდა მოხდეს. პუტინი ემზადება, რომ საკუთარ ხალხს რაღაც დამანგრეველი გაუკეთოს, მაგრამ რამდენად დამანგრეველი იქნება ეს? და იქნება თუ არა ეს იძულებითი მსხვერპლის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა გადალახოს ზღვარი და მინიმუმ დონეცკის აღება შეძლოს. სანამ ამ კითხვებზე უპასუხებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა და შეტყობინებები ჩაბი ჩართული, ეხლა იდეალური დროა. დააწვეთ ხილაკებს და შემდეგ დაბრუნდეთ ვიდეოს ყურებასთან.
რუსეთის მოსალოდნელ მობილიზაციას ორი მთავარი გავლენა ექნება. ის შეცვლის მდგომარეობას ფრონტზე და გამოიწვევს მასიურ პრობლემებს რუსეთის შიგნით. ფრონტიდან დაწყებული უკრაინას ილუზიები არ აქვს, რომ 500,000 ჯარისკაცის შემოდინება ცუდი ამბავია. ომის ამ ეტაპზე უკრაინის მთელი სტრატეგია რუსული ძალებისა ტექნიკის ისეთი ამოწურვა გამოიწვიოს, რომ პუტინი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებზე წავიდეს, რადგან დანაკარგები ძალიან მძიმეა. ამას ხედავთ ყველაფერში, რასაც უკრაინა აკეთებს. ვრცელი სასიკვდილო ზონები მასშტაბურ დანაკარგებს იწვევს. დარტყმები რუსეთის შიგნით აზიანებს პუტინის ეკონომიკას და მის საომარ მანქანას შიგნიდან. და საშუალო რადიუსის დრონებით უკრაინა ანადგურებს რუსულ ლოგისტიკას და ქმნის შესაძლებლობებს საპასუხო კონტრშეტევებისთვის. თუ რუსეთი უკრაინაში 500,000 ჯარისკაცს შეიყვანს, ეს სტრატეგია არ ქრება. თუმცა მისი განხორციელება ბევრად უფრო რთული ხდება, რადგან რუსეთს შეეძლება ფრონტის ხაზზე არსებული ხვრელების ამოვსება, თავდაცვების გაძლიერება და კიდევ უფრო მეტი ცოცხალი ძალის უკრაინის გამაგრებულ პოზიციებზე გადაგდება. თუ ეს იმუშავებს როგორც პუტინი იმედოვნებს, ეს შეიძლება დააჩქაროს დონეცკის გამაგრებული სარტყლის ქალაქების აღება. თუმცა რუსეთს აქვს პრობლემა და ამ პრობლემას ზელენსკი ხსნის. 4-ჯერ გაზრდა. 500,000 ჯარისკაცის იძულებით გაწვევა პუტინისთვის ქაღალდზე მშვენივრად ჟღენივრად ჟღერს. თუმცა გაჩნდება სერიოზული ოპერაციული პრობლემები, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია იმ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც რუსეთს სჭირდება, რათა ეს გაწვეული ჯარისკაცები ეფექტურები გახდნენ. ის ვერ შეძლებს ამ ადამიანების სწრაფად მომზადებას, ამბობს ზელენსკი და ამატებს, ეს ისევ ნიშნავს, რომ ის ბრძოლის ველზე ცუდად მომზადებულ ადამიანებს გაგზავნის, რაც თავისუფლად მძიმე დანაკარგებს ნიშნავს. პუტინი აიძულებს მეთაურებს, რომ ფრონტზე ცუდად მომზადებული და მოუმზადებელი ჯარისკაცები გაგზავნონ. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ მობილიზებულთაგან ბევრი რეზერვისტია, ხოლო უმეტესობას მხოლოდ საბაზისო მომზადება ექნება მიღებული და წარმოდგენაც არ ექნება იმ დრონებით სავსე ჯოჯოხეთზე, რომელიც უკრაინაში ელოდებათ. მათ უბრალოდ ეტყვიან, რომ ნივთები ჩაალაგონ, რამდენიმე დღით გაიარონ წვრთნა და შემდეგ ფრონტზე გაგზავნიან. თუ ფიქრობთ, რომ აქ ვაჭარბებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. რუსეთის წვრთნების საშინელი ხარისხი დიდი ხანია ცნობილია. უკვე 2025 წლის მაისში ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყებოდა, რომ რუსეთი დაიწყო მარტივ და სულელურ ტაქტიკაზე დაკრდნობა, თითქმის მოუმზადებელი ახალწეულების შეტევებში გაგზავნა. იბია მარტივია. ამ ახალწეულებს შეტევაში ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ტყვიები საკუთარ თავზე მიიღონ და უკრაინა აიძულონ დრონების სწრაფად დახარჯოს. სიკვდილითაც კი ისინი მცირე როლს ასრულებენ, რომ რუსეთს საკუთარი სისხლიანი გამოფიტვის ტაქტიკით დაეხმარონ გამაგრებული პოზიციების გარღვევაში. დებრი მთან მოიტანა. United.4 მედიის ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგ რუს ჯარისკაცს ფრონტზე გაგზავნამდე მხოლოდ 5 დღიანი მომზადება უტარდებათ. რუსეთი თითქმის არაფერს სთავაზობს, გარდა სწრაფი კურსისა, თუ როგორ გახდე უქსვერპლი ერბლი. თუ 500,000-მდე ჯარისკაცის მომზადება ომისთვის ერთდროულად გახდება საჭირო, ქვეყნის გადატვირთული სასწავლო ბაზები ამას ვერ გაუმკლავდება. მობილიზებულებს გაუმართლებთ თუ იმ რამდენიმე დღიან მომზადებასაც მიიღებენ, რასაც ახლა ახალწეულები იღებენ. პუტინს რა თქმა უნდა ეს არ აინტერესებს. მისთვის მობილიზებულები თითქმის არც კი არიან ადამიანები. ისინი უბრალოდ საზარბაზნე ხორცია, რომლითაც შეუძლია უკრაინის თავდაცვა ცოცხალი ძალით გადეხოს. პუტინისთვის სიკვდილი და დაჭრილები მნიშვნელობას არ წარმოადგენს. არც ჯარისკაცებისა და სამშობლოში დარჩენილი მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი. პუტინისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთის ხალხი გამოიყენოს იმისთვის, რომ თავისი მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი დიდი საომარი ლიდერი, უზრუნველყოს, ელყოს. მაგრამ პუტინმა უნდა იფიქროს იმ მსხვერპლის შედეგებზე, რომელსაც ის ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაცია ფრონტზე დიდ გავლენას მოახდენს, ის ეფექტი, რაც მას თავად რუსეთზე ექნება, შესაძლოა საკმარისი იყოს პუტინის მმართველობის დასასრულებლად. გადავდივართ 2022 წლის სექტემბერში. მას შემდეგ, რაც სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ სრულად ვერ შეძლო უკრაინის სწრაფად დამხობა, როგორც პუტინი ამტკიცებდა, რუსეთს სერიოზული პრობლემა შეექმნა. უკრაინა ძლიერად იგერიებდა შეტევას. ინვაზიაში ჩართული ჯარები საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ახალი ჯარების მოზიდვა სჭირდებოდათ. ნაწილობრივი მობილიზაცია იყო გამოსავალი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მიადგა. ცნობების მიხედვით რუსეთმა ამ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300,000 რეზერვისტი გააქტიურა და ბევრი პრობლემა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტალღისთვის ელოდა, მართლაც მოხდა. ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, მომზადება და შეფასება, ვინც უკრაინაში უნდა შესულიყო, უსასრულოდ გაგრძელდა, რადგან ბიუროკრატიულმა ბარიერებმა პროცესი შეაფერხა, რასაც რუსეთი შემდეგ ახალი კანონებით ეცადა შეემსუბუქებინა. თუმცა ვლადიმირ პუტინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის მოსახლეობის რეაქცია. მობილიზაციის ეს საწყისი ტალღა მაშინ მოხდა, როცა უკრაინაში შეჭრისა და ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი იყო. და მიუხედავად ამისა, 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მასობრივი პროტესტები და ეტესტები დაიწყო და როგორც Newsweek იუწყება, 10,000-ობით რუსმა დატოვა საკუთარი ქვეყანა, რათა სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება შეძლებოდათ. ეხლა კი თითქმის 4 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინი როგორც ჩანს, იგივე ეს გაკეთებას აპირებს, ოღონდ უფრო მასშტაბურად. ხოლო ახლა ის ამ გეგმებს მაშინ აწყობს, როცა რუსეთში ომისადმი ინტერესი იკლებს, ისევე როგორც მისი პოპულარობა. ვლადიმირ პუტინის ხალხი უკმაყოფილოა უკრაინის ომში არსებული მდგომარეობით და ამას გამოკითხვებშიც ვხედავთ. 1 ივლისის ანგარიში TVP World-მა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტოლოგიისა და რუსეთის ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 91% დაუყოვნებლივ ომის დასრულებას ითხოვს უკრაინაში. იმავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული 1600 ადამიანიდან 73% წინააღმდეგია მობილიზაციის მეორე ტალღის.
ვლადიმირ პუტინის რეიტინგებიც კლებულობს. 20 ივლისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის ბოლო გამოკითხვის შედეგებზე. ეს ცენტრი კრემლთანაა დაკავშირებული და ყველაფერს აკეთებს, რომ ვლადიმირ პუტინისთვის მონაცემები გაალამაზოს. არ მოაჩინა, რომ რუსების მხოლოდ 65.1% იწონებს ვლადიმირ პუტინის საქმიანობას. ეს 2026 წლისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და აჩვენებს, რომ რუსები ომით იღლებიან. მიუხედავად იმისა, რომ 65.1% შეიძლება მაღალი ჩანდეს, გახსოვდეთ, რომ ეს რიცხვი მოდის გამოკითხვის ორგანიზაციიდან, რომელიც ფაქტობრივად კრემლის კონტროლქვეშა და ბევრს რუსეთში ეშინია უკმაყოფილების გამოხატვის, რადგან შეიძლება რუსეთის საიდუმლო პოლიციამ კარზე მიუკაკუნოს. ნებისმიერი სხვა მსოფლიო ლიდერისთვის 65.1%-იანი მოწონების მაჩვენებელი შესანიშნავია. პუტინისთვის, რომელიც დიქტატორია და პოლიციურ სახელმწიფოს მართავს, ეს დიდი ნიშანია იმისა, რომ ის პოპულარობას კარგავს. ამ ფეთქებაცაშიშ სიტუაციაში აპირებს პუტინი ახალი მობილიზაციის ანთებული ასანთის ჩაგდებას. რუსეთის ეკონომიკა უკვე ინგრევა, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა თითქმის $67 მილიარდ მიაღწია, რაც კრემლს აიძულებს ცენტრალური ბანკისგან სისგან სესხები ითხოვოს პუტინის გიჟური ომის ხარჯების დასაფარად. ქვეყანაში შრომის ნაკლებობამ ისტორიულ დონეს მიაღწია, როგორც United 24 მედიამ 5 ივნისს გაავრცელა. რაც ართულებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი შეძლებს ბიზნესისთვის საჭირო მუშახელის უზრუნველყოფას. და ახლა პუტინს სურს უბრალოდ 500,000-მდე ადამიანი რუსეთიდან გამოიყვანოს და უკრაინაში გაგზავნოს. ეს რუსეთისთვის ზედმეტად დიდი მსხვერპლი იქნება. და ეს ნაბიჯი განწირულია, რომ პუტინს უკან დაუბრუნდეს და პრობლემა დექცეს. არსებობს მიზეზი, რატომაც ეროვნული გვარდიის კანონებს თავიდან წერენ და ტარდება წოფთნები, რათა რუსეთის რეგიონები მზად იყვნენ მობილიზაციისთვის. ამ ყველაფერს თავად მობილიზაციის პროცესთან კავშირი არ აქვს. პუტინმა და მისმა გარემოცვამ კარგად იციან, რომ მობილიზაცია გამოიწვევს პროტესტის ტალღებს, რუსი რეზერვისტების მასობრივ გადინებას და უკმაყოფილების ახალ დონეს, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც სექტემბერში ვიხილეთ. რუსეთის ხალხი უკვე დაღლილია პუტინის ომით. ისინი დაღლილები არიან ოჯახის წევრების დაღუპვით და დაზიანებული ეკონომიკის ატამით. დაზიანებული საწვავის მომარაგების ხაზებით დაიწყდა მუდმივი უკრაინული დრონების იერიშებით, რისგანაც პუტინი, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს მათ დაცვას. მობილიზაცია პუტინისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება და ამის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ გაკეთებაც ამ ფაქტს აღშეცვლის. მაგრამ პუტინს შეიძლება გონია, რომ უკვე ჩართულია ამ საქმეში, ამიტომ შეიძლება ბოლომდე წავიდეს. ბოლოს და ბოლოს ეს მაჩვენებლები უკვე შემზარავია. რუსეთის დაღუპულთა რაოდენობა უზარმაზარია. მსხვერპლი მუდმივად იზრდება და ქვეყანას უკვე ისეთი მძიმე დემოგრაფიული კრიზისი აქვს, რომ პრობლემის დასაფარად უკრაინელ ბავშვებს იტაცებს. პუტინის უკრაინაზე აკვიატება უკვე ასუსტებს რუსეთს მობილიზაციამდე და შეგიძლიათ გაიგოთ როგორ, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ ეს ვიდეო საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებებები, რომ არ გამოგრჩეთ სამხედრო შოუს შემდეგი გამოშვებები. მადლობთ ყურებისთვის.